სპორტული კვირაულის ფარგლებში გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეობას იღებდნენ მშობლები, იუჯის სკოლის მოსწავლეები და ასევე იუჯის სკოლის თანამშრომლები. საბოლოო ჯამში 50 მონაწილე ყავდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია დამეთანხმებით და გადანაწილდა 2 დღეზე. ძალიან დაძაბული იყო თვითონ ჩემპიონატი, საკმაოდ ხარისხიანი პარტიების შემოგთავაზეს მოსწავლეებმა განსაკუთრებულ ფინალურ ტურში და გამოვავლინეთ 3 გამარჯვებული. 12 ფინალისტი ყავდა, საიდანაც შემდეგ გამოვლინდა 3 გამარჯვებული. ულოცავ გამარჯვებულებს და მომავალშიც ალბათ აუცილებლად გაიმართება მსგავსი საინტერესო ჩემპიონატები. I really enjoyed being in the tournament the last 2 days. There was a lot of kids and they were excited to play, and I think they all demonstrated really great sportsmanship, which I think is the most important thing. So I was really thankful for that. იუჯის სკოლაში ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი მშობლებსა და მოსწავლეებს შორის. მე ვარ გამარჯვებული, პირველადგილოსანი. ძალიან ძნელი თამაშები იყო, 5 წუთიანი იყო და ძალიან სწრაფი და დატვირთული იყო, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.